მოგესალმებით, მე ვარ ძალიან ბედნიერი ადამიანი, რომ დღეს აქ ვიმყოფები TEDx-ის საერთაშორისო ღონისძიებაზე. ეს შესაძლებლობა მოგცვა ჩვენ World Vision-მა, რომ დღეს აქ ვიმყოფებით. მე დღეს გამოდივარ და საუბრობ ჩვენ საქართველოს, სადაც მე მივიღია მონაწილეობა და გავაკეთე ჩემს სკოლაში დიდი ღონისძიება ჩავატარე, ასე ვთქვათ. დავეხმარე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და ჩვენ სკოლაში მოვაწყე რესურს ოთახი, სადაც ბავშვებისთვის შეიქმნა ადაპტირებული გარემო. და მე ვსაუბრობ თუ როგორ ღონისძიებები ჩავატარე იმისათვის, რომ ეს განმეხორციელებინა და ეს პროექტი დამეფინანსებინა. დღევანდელი TEDx-ის ღონისძიებისათვის ჩემი პრეზენტაცია ეხება ეკოლოგიურ საკითხებს, რადგანაც ამ სფეროში ჩვენმა ეკოკლუბმა მართლა ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია და ჩვენ შეგვიძლია უკვე ჩვენი წარმატება ჩვენს მეგობრებს სომეხ ბავშვებსაც გაუზიაროთ. დღეს ვიყავი საერთაშორისო კონფერენციაზე სომხეთში, რომელსაც გაქვს TEDx-ის ფორმა, ეს არის გამოსვლითი ღონისძიება, სადაც ადამიანები უზიანებენ ერთმანეთის წარმატების ისტორიებს. სწორედ მე მოვყევი ჩემი წარმატების ისტორია და გაუზიარე სომხეთ ანატოლებს რუსეთსო ინტერნეტის Facebook გვერდის შესახებ, რომელიც დიდი ხანია ფუნქციონირებს და ძალიან ბევრ ახალგაზრდას ეხმარება გარკვეული ჩვევებისა და ინფორმაციების მიღების მხრივ. ვიმყოფები TEDx-ის საერთაშორისო ღონისძიებაზე დღეს სომეხ ანატოლებთან ერთად და დღემ ძალიან წარმატებულად ჩაიარა, გამოსვლები იყო ძალიან საინტერესო და როგორც ჩვენ მოგვეცა საშუალება ახალი ინიციატივები შეგვეთავაზებინა ამ ბავშვებისათვის, ისევე მათ ძალიან საინტერესოდ ისაუბრეს და ბევრი ახალი გამოცდილება გაგვიზიარეს. მე ვესაუბრე დებატ კლუბების შესახებ, რომელიც ძალიან საინტერესო იყო და მათგანაც იმ ხალხ გამოცდილება მივიღეთ, რომ როდესაც ჩვენს ქვეყანაში ჩავალთ, აუცილებლად ჩვენს თანატოლებსაც გაუზიარებთ და რა თქმა უნდა ეს World Vision-ის დამსახურებაა, რომ დღეს აქ ვიმყოფებით და ძალიან ბედნიერი ვარ ამ დღით. ასევე დღეს მე ვისაუბრო ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის და მე გავიცანი უამრავი სომეხი ახალგაზრდა და ვფიქრობ, რომ ჩვენ მეგობრობა გაგრძელდება და იმედი მაქვს, რომ წვლილი შევიტანე მათი ცხოვრების წესის შეცვლისთვის და დავანახე, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი მართლაც გზა არის სრულყოფისაკენ.